მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულავში, ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა, იმისათვის რომ კონსულტაციაზე მოხდეთ ექიმებთან აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, ამისათვის დაუკავშირდით კლინიკას და დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე 596 34 50 50 593 30 02 თქვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულავში, რომელიც გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე, განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს დღის საათებში ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან ცნობა არ აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideoG პეკატივის გვერდის ლაივ რეჟიმი. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი თამარ ჩივიგაძე, მე ან გინეკოლოგი, ონკოქირურგი. ქალბატონი თამარი ჩვენი კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია და დღეს ძალიან საინტერესო თემით მოვიდა. ეს არის გინეკოლოგიური სისხლდენები. ცოტა ისეთი შემაშინებელი სახელწოდება აქვს დღევანდელ გადაცემას და მართლაც მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ გვეშინოდეს, იმიტომ რომ ეს პათოლოგია, ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, ქალებისთვის ვითომ მარტო შემაწუხებელი კი არ არის, რეალურად შეიძლება ძალიან სერიოზულ დიაგნოზსაც მალავდეს. რამდენადაც ვიცი, გინეკოლოგიური სისხლდენები რამდენიმე ჯგუფად გაქვთ დაყოფილი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით და თითოეული მათგანის უკან კონკრეტული ნოზოლოგიები დგას. თუ შეიძლება განგვიმარტეთ, რაც წარმოადგენს გინეკოლოგიური სისხლდენები და ერთი თხოვნა მაქვს, რომელსაც ტრადიციულად გეტყვით, იმიტომ რომ გინეკოლოგია საკმაოდ ბევრი რთული ტერმინი აქვს. ჩვენი გადაცემის მაყურებლები არიან როგორც ექიმები, ასევე არაექიმები და აქედან გამომდინარე თამნანდა გთხოვთ, რომ ცოტა უფრო მიწერ ენაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ პრობლემა, რომელზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, ეს არ არის რაღაც განყელებული და იშვიათი დიაგნოზი, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საყურადღებო, მე ვიტყოდი მთელი საქართველოსთვის. მაშასე რა არის და რა არის მიზეზი? აი, კი ბატონო, მოგესალმებით. თქვენს ტელეარხს, თქვენს YouTube არხს მივესალმებით. გისურვებთ წარმატებას, ნაყოფიერ წელს და რაც მთავარია და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობას. როგორც აღნიშნე ლიზი, ნამდვილად პათოლოგიური სისხლდენები არის საკმაოდ გავრცელებული, ასე ვთქვათ, პაციენტების მომართვიანობის თითქმის მეხუთედი შეადგენს აღნიშნულ, ასე ვთქვათ, სიმპტომატიკას. კი, ანუ მომართვიანობიდან გამომდინარე, თითქმის მეხუთედი არის აღნიშნული პათოლოგიით გამოწვეული. რაც შეეხება ახლა თვითონ პათოლოგიურ სისხლდენას, გინეკოლოგიურ სისხლდენებს, ხო? ეს არის საკმაოდ ფართო, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელიც როგორც რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება და როგორც რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალბატონს აქვს ეს პათოლოგიური სისხლდენა. პათოლოგიური სისხლდენები ეს გახლავთ რეპროდუქციულ ასაკში განვითარებული არაორსულ ქალებში ციკლის რეგულარობიდან, მისი სიხშირის, ასევე მისი რაოდენობრივი გამონადენის ხანგრძლივ პათოლოგიური ცვლილება, რომელიც menstruatsiasთან ან menstruatsiisგან დამოუკიდებლად ვითარდება, ანუ არა menstruatsiis დროს. ესე იგი, ეს შეიძლება იყოს menstruatsiaთა შორის სისხლიანი გამონადენი, ან menstruatsiaთა ჭარბი, უხვი რაოდენობით menstruალური სისხლი, კი ბატონო. თამარ, ერთი ძალიან საინტერესო ახლა თქვენ ისეთ თემაზე დაიწყეთ საუბარი, რომ რეპროდუქციული ასაკის და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკსაც შეიძლება შეეხოს, როგორც შემოვიწყოთ. რეპროდუქციული ასაკი ეს გულისხმობს menstruალური ციკლის ჩამოყალიბებიდან უკვე პუბერტატულ პერიოდში, როდესაც მოზარდს menstruალური ციკლი აქვს 1 წლის განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული რეგულარული ხანგრძლივობით 40 წლის ასაკამდე. ეს გახლავთ რეპროდუქციული ასაკის, ასე ვთქვათ, ქალბატონები, ხო? ასევე პათოლოგიურ სისხლდენად მიიჩნევა უკვე მენოპაუზაში და პოსტმენოპაუზაში არსებული სისხლიანი გამონადენის საშოდან, რომელიც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიზეზებით, რა თქმა უნდა, გამოწვეული, ხო? ესეც ძალიან ჩვენ ხშირად ვწერთ ამ ეხა ბარემ აქვე ჩავიკითხებით, რადგან ამ კონკრეტულ ასაკს ვეხებით. ხშირად მინახავს ყოველ შემთხვევაში ესეთი კითხვა, როდესაც დედა მოგმართავს 7-9, საკმაოდ პატარა ასაკში დაუშვათ დაიწყო პირველი გამონადენი, ნუ დედა აფასებს ამას როგორც პირველ menstruatsias და ხომ არ არის საშიში, ხომ არ არის საფრთხე, მე მახსოვს
მინახავს ძალიან ხშირად, როცა ეს ჯგუფებში იწერება, მით უმეტეს იქვე ერთმანეთს მოსახლეობა განუმარტავს ხოლმე და ზოგიერთი რომ ქართულ პოპულაციაში საკმაოდ პატარა ასაკიდან იწყება, განსხვავებით უცხოურები და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი მოყავთ ხოლმე. ზოგადად ნორმად რომელი ასაკი ითვლება? ზოგადად ნორმად ითვლება, ესე ვთქვათ, ადრე ითვლებოდა უფრო 11 წლიდან ზემოთ, ახლა უკვე 9-13 წლის ასაკში უკვე კი ბატონო, საკმაოდ აპატარავდა ასე ვთქვათ. კი, საკმაოდ. თუმცა მოზარდის მოწიფულობაც უფრო ფიზიკურადაც უფრო ისინი არიან განვითარებული ასე ვთქვათ. კი, უფრო აქსელერატი თაობა მოდის და შესაბამისად. და კიდე ერთი თემა, რომელიც საკითხს არ ეხება, ბარემ აქ ჩაგეკითხებით ამ, იმიტომ რომ ესე ძალიან აწუხებთ. ზოგიერთი დედა თვლის, რომ ციკლის მოსვლასთან ერთად თავდება შვილის დაგანვითარება ფიზიკურ სკულის. არა, რა თქმა უნდა, ეს განვითარება ციკლის უშუალოდ მოსვლასთან და აქ დასრულებასთან მისი, ასე ვთქვათ, განვითარების და ზრდის არ არის, თუმცა იმ ინტენსივობით, რაც ვთქვათ, პრეპუბერტატამდე იზრდება, ვთქვათ, ბავშვი, უფრო ნელდება, თუმცა რა თქმა უნდა, იზრდება 18 წლამდე, ასე ვთქვათ, შეიძლება ჩავთვალოთ. რადგან პირველ ციკლზე ვსაუბრობთ, ბარემ ისიც გავარკვიოთ, რომ შესაძლებელია ის არ იყოს სრულფასოვანი, ხო მართალია, ანუ საგან გაშოთ, აი ესეთი როგორიც დასულ ასაკში ექნება მერე, ყოველთვის არ არის ჩამოყალიბებული. ნახეთ მესმის თქვენი კითხვა, ესე იგი მენსტრუალური ციკლი რეგულარულად და ჩამოყალიბებულად ითვლება მაშინ, როდესაც ბავშვს პუბერტატ პერიოდში, ანუ მოუვა მენსტრუალური ციკლი, დაეწყება მენსტრუალური ციკლი და 6 თვის განმავლობაში მას აქვს რეგულარული და არ არის მისი ჩავარდნა, არ ფიქსირდება. თუმცა პირველადი, ანუ მენარხეს რასაც ეძახიან, ხო? მენარხე შეიძლება მოუვიდეს ბავშვს პუბერტატს უკვე და 1 წლის განმავლობაში მას აღარ მოხდეს, ასე ვთქვათ, ციკლის აღდგენა და განმეორება, რაც ასე ვთქვათ, ნორმად შესაძლებელია, რომ ჩაითვალოს. და რადგან ვსაუბრობთ სისხლდენაზე, რამდენი დღიანი ითვლება ნორმად და მენსტრუალური ციკლი. როის დედემაც გაითვალისწინა, იმიტომ რომ გაისაკებია მენსტრუალური სისხლიანი გამონადენი, ეს არის, რა თქმა უნდა, მენსტრუაცია, ნორმა ქალბატონებში და ის მისი, ასე ვთქვათ, რაოდენობრივი მაჩვენებელი ეს არის 80 მილilitrამდე. 80 მილilitrამდე დანაკარგი არ ითვლება პათოლოგიურ, ასე ვთქვათ, სისხლდენად და არ ითვლება რაღაცა საშიშ რაოდენობად, რომ 80 მილილიტრის ზევით უკვე, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო და სჭირდება მას, ასე ვთქვათ, განსაზღვრა იმისა, რამდენად ეს არის, ასე ვთქვათ, ჭარბი მენსტრუალური ციკლი. მაგრამ ალბათ ადამიანები, მათ შორის დედებიც და თვითონ ქალბატონებიც, ვისაც უფრო ხტებიან არა რაოდენობრივ, არამედ ხანგრძლივობით და ასევე, ასე ვთქვათ, მენსტრუალური ტამპონების და პაკეტების გამოყენებითაც ხდება, ასე ვთქვათ, მენსტრუალური რაოდენობის, მენსტრუალური სისხლის რაოდენობის განსაზღვრა, დიახ, ანუ თუ მენსტრუალური ციკლი ჯერ ეს ერთი ციკლი არა, მენსტრუაცია უკაცრავად დავაზუსტოთ, ადამიანს უქმნის დისკომფორტს, როგორიც არის ჭარბი მენსტრუაცია და გამოიხატება ყოველ საათში ერთხელ პაკეტის შეცვლით, ეს უკვე ნამდვილად ითვლება ჭარბ მენსტრუაციად და მას სჭირდება, ასე ვთქვათ, უფრო ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ამომწურავი, იმიტომ რომ ეს პრობლემა ყველა დედას, როცა შვილი ამასაც უახლოვდება უდგას, მეცაც გეტყვით, თემა ნაწილობრივ მაინც სტიგმატიზირებული, ზოგს ერიდება ამ თემაზე საუბარი და ძალიან დიდი მნიშვნელობა გინეკოლოგის მხრიდან ესე დეტალურ განმარტებებს. თამუნამ, აი, როდის შეიძლება ჩაითვალოს და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა და რა შეიძლება იდგეს არანამშობიარებული ქალის რეპროდუქციული ასაკის ქალის ჭარბი სისხლდენის უკან, როგორც პათოლოგია. კი ბატონო. ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, პათოლოგიური სისხლდენის უკან ძალიან მრავალფეროვანი არის ჩამონათვალი, რაც შესაძლებელია, რომ იყოს გამომწვევი, რატომ აქვს რეპროდუქციულ ასაკში იქნება ეს თუ რეპროდუქციული ასაკის მიღმა, ანუ უკვე მენოპაუზალურ პერიოდში მრავალი მიზეზი არსებობს. ესე იგი 2013 წელს დაახლოებით საერთაშორისო გინეკოლოგიურმა ფედერაციამ FIGO-მ შემოიღო ესეთი სისხლდენების ესეთი კლასიფიკაცია, რომელმაც განსაზღვრა როგორც სტრუქტურული, ასევე არასტრუქტურული, ასე ვთქვათ, მიზეზები სისხლიანი გამონადენისა და პათოლოგიური სისხლდენისა. სტრუქტურულში განიხილება, ესე
იგი ფალმენტ კოერნის მიხედვით ესეთი საერთაშორისო ესეთი დასახელება აქვს. სტრუქტურულში განიხილება საშუალო ნოსყრუში არსებული პოლიპი, ადენომიოზი, ლეიომიომა და შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სისხლის გამოწვევის მიზეზი იყოს მალიგნური, ანუ ავთვისებიანი, ასე ვთქვათ, პროცესი. რაც შეეხება არასტრუქტურულს, ეს შესაძლებელია იყოს, ასე ვთქვათ, ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული, შესაძლებელია იყოს, ასე ვთქვათ, კოაგულოპათიით გამოწვეული, უკვე არაგინეკოლოგიური, დიახ, დიდი ჯგუფია ეს. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, რაოდენობაც აქვს მათ შორის, ანუ გინეკოლოგთან მისულა და რა თქმა უნდა, შესაძლოა, მაგრამ ხო, ნუ ეს უკვე ორსულთა, ასე ვთქვათ, პროცესში გამოიშვიათი არის. ასევე ოვულაციური დარღვევები, ანუ ოვულაციის პერიოდში არსებული დისჰორმონალური ფუნქციით, რომელიც არის გამოწვეული სისხლდენები და სხვა მომენტები შესაძლებელია იყოს ამისი გამოწვევი მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა საჭიროებს პირველი გინეკოლოგთან ვიზიტს და გაღრმავებულ კვლევას, რა თქმა უნდა. და რამდენად მოგვარებადი იქნება ეს პრობლემები ასე? რა თქმა უნდა, მოგვარებადი იქნება, დავიწყოთ აქედან, რომ კეთილსაიმედოდან იქნება მოგვარებადი, უბრალოდ რა თქმა უნდა, მას სჭირდება დიაგნოსტიკა, შეფასება და შემდეგ უკვე გამომდინარე იქედან რა არის სისხლდენის გამოწვევი მიზეზი, ამის მიხედვით უკვე მკურნალობის დაგეგმარებას, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს იყოს ქირურგიული გზით, შესაძლებელია ეს იყოს ჰორმონალური მედიკამენტებით, შესაძლებელია ჰემოსტაზური თერაპიაც, ესეც ასე ვთქვათ, დასაშვები არის. პრობლემის გადაჭრა ხდება დიაგნოზიდან გამომდინარე, ანუ იმ რაც ჩამოვთვალე, იმ მიზეზების ერთ-ერთი რაც მიზეზი შესაძლებელია იყოს, იმის უშუალოდ ასე ვთქვათ, მოგვარებით ცოტა ხნის წინ გინეკოლოგთან, ჰემატოლოგთა და გინეკოლოგთა შეხვედრაზე იმყოფებოდი და იქ ერთ-ერთმა ჰემატოლოგმა მოხსენებაში ასეთი რამე თქვა, რომ სხვათა შორის კინოდეფიციტური ანემიის ერთ-ერთი პირველი პრობლემა შეიძლება გახდეს გინეკოლოგიური სისხლდენები და საოცრება არის ის, რომ პაციენტი ხანდახან პირველი ჩვენ მოგმართავს და არა გინეკოლოგს. ანუ ანემია სანამ არ შეაწუხებს პაციენტი არ მიდის ექიმთან და მიდის ჰემატოლოგთან და მე ჰემატოლოგი უკვე არის გამოწვეული ჭარბი ასე ვთქვათ, ჭარბი მენსტრუალური სისხლდენით, ანუ ეს ერთჯერადად კი არა რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაც აქვს ამ ქალბატონს მენსტრუალური ციკლი, თვითონ მენსტრუაცია არის ჭარბი რაოდენობით რეგულარულად, როდესაც კარგავს მას უკვე 80 მილilitrზე მეტ, რა თქმა უნდა, ის შეიძლება იყოს რკინადეფიციტური მას კონდეს. და ესეთი როდესაც ბავშვმა ის პრობლემები აქვს ანემიის და რაც მშობელმაც უნდა გარკვეულწილად ხანდახან ბავშვები ერთს ამბობენ ამ თემას, იმიტომ რომ მათ არიციან რა არის ნორმა, ასე ვთქვათ, იციან რომ ეს ესეა და მათთვის მისაღებია. ეს ასაკი საკმაოდ მოწყვლადი და საკმაოდ ასე ვთქვათ ძიმედ სამუშაო, იმიტომ რომ აქ პატარებიც არიან, ანუ არასრულწლოვანებიც არიან აი ამ ჯგუფში და არასრულწლოვანები უფრო ნაკლებად, ხო, თუ კი უკვე მას რეპროდუქციული ასაკი დაიწყო, რა თქმა უნდა არიან, იმიტომ რომ 16 წლამდე 16 წლის, 17 წლის, 18 წლის, 15 წლისაც უკვე ასე და აქ ალბათ სამედიცინო განათლება მშობლებსაც სჭირდებათ, რომ მათაც სჭირდებათ, რომ მათაც ისინიც იყვნენ ყურადღებით და კონდეთ ასე ვთქვათ იცოდნენ და საქმის კურსში იყვნენ, იმიტომ რომ საქმის კურსში იყვნენ, რომ ყურადღებით იყვნენ, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვმა ვერც აღწეროს რაჭის. აღიქვას კი და პრობლემის სერიოზულობა ვერ აღიქვას, ესე ვთქვათ. მომდენო ასაკობრივი ჯგუფი, ასაკობრივი თუ როგორც არის ესეთი ფუნქციური, როდესაც ჩვენ კლასიფიკაციაზე ვისაუბროთ, არის უკვე ცოტა უფრო გვიანი პერიოდის, უფრო უფროსი ქალბატონები არიან და ისინი უკვე რეპროდუქციული ასაკია, თუმცა უკვე შეიძლება ორსულებიც იყვნენ, თუ როგორ არის? არა, ორსულებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, ეს არის გინეკოლოგიური, მხოლოდ სამიანო სისხლდენებზე ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ არაორსულ ქალებში სისხლიანი გამონადენის მიზეზებზე და ასევე რა თქმა უნდა ამ ჯგუფში შეგვიძლია ჩვენ მოვიაზროთ და გავაერთიანოთ ანუ პათოლოგიურ სისხლდენებში მენოპაუზაში მყოფი ქალბატონებიც, რომლებსაც აწუხებთ ეს პრობლემა, აი თუნდაც სისხლიანი გამონადენის სახით და არა ვთქვათ მაინცსა და მაინც ჭარბი სისხლდენით, ხო? შესაძლებელია მსგავსიც მოხდეს, რომ სისხლდენა დაეწყოს, თუმცა მას აუცილებლად წინ სდევს სისხლიანი გამონადენის რაღაცა ძალიან მცირე, მაგრამ უმნიშვნელო მცირე რაოდენობით
მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდნენ და შესაძლოა მენოპაუზაში მყოფ პაციენტი მოვიდეს, რომ ქალბატონი, რომელმაც თქვას, რომ იმე ციკლი თითქოს ისე მაქვს, რომელიც რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ აღიქმება და არასწორი არის მისი უკვე ასე თქვა და მე შეიძლება გაცოცხლდეს გაცოცხლდეს არა უკვე პათოლოგიურია რა თქმა უნდა. არავითარ შემთხვევაში მენოპაუზაში, როდესაც ქალი გადავიდა ის უკვე menstrualur ციკლს აღარ უბრუნდება, ის გამონადენი სისხლიანი გამონადენი ყოველთვის არის პათოლოგიური და მის უკან ყოველთვის რაღაც პათოლოგია დგას. არ არის ეს მაინც ადამიანს იყოს ონკოლოგია, შესაძლებელია იყოს ატროფია, შესაძლებელია იყოს პოლიპი, შესაძლებელია იყოს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია. ბევრი მიზეზი არსებობს ამისი, თუმცა ფუნქციური თქვათ, რომ რაც ბახსენე მეწეღან რომ შესაძლოა როგორც სტრუქტურული, ასევე არასტრუქტურული იყოს, ხო, ამ შემთხვევაში უკვე არასტრუქტურული, ხო, ნაკლებად ხდება მენოპაუზაში. უშუალოდ ჰორმონებთან დაკავშირებული. ხო, უშუალოდ ჰორმონებთან დაკავშირებული, რომელიც არის და ასევე დაკავშირებული არის სხვა ტიპის. იმიტომ რომ ორგანიზმი ერთგვარად დაძინების ფაზაში გადადის. რა თქმა უნდა, უკვე იქ არც ერთ შემთხვევაში თამნა ზოგადად ესე თulis ხალხის ნაწილი რომ დავუშვათ, როდესაც იწყება კლიმაქსური პერიოდი, ან ეს მენოპაუზის პერიოდი, იმის მერე მათ არ აქვს საჭიროება გინეკოლოგს მიმართონ, თუნდაც ჩაიტარონ რაღაცა ვიზიტი და რამდენად მართალია და რა საფრთხე შეიძლება იყოს შემცველი, როდესაც ადამიანი წყვიტავს, რომ მაინც დამთავრდა მის ცხოვრებაში. მადლობა ამ კითხვისთვის, ნამდვილად ესეა, უმეტესობა ქალბატონებისა თვლიან, რომ მენოპაუზის შემდეგ მას გინეკოლოგთან აღარაფერი აღარ ესაქმება, თუმცა თქვათ ეგრეც არ არის საქმე, იმიტომ რომ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში უკვე ქალბატონებს როგორც გინეკოლოგიური კუთხით არსებული თქვათ სხვა პათოლოგია შეიძლება აღმოაჩნდეს და განუვითარდეს, გარდა ამისა იქ მაღალია მენოპაუზასთან უშუალოდ ჰორმონის დეფიციტი, ანუ ესტროგენი აღარ წარმოიქმნება, უკვე ამასაკში უკვე ქალბატონებს ეწყება სიმსუქნე, ხო? მოდის არტერიული ჰიპერტენზიის მაღალი, ანუ რისკი რომ ისევ არტერიული ჰიპერტენზია განვითარდეს, შაქრიანი დიაბეტი, ასევე თქვათ გინეკოლოგიური მიმართულებით რაც შესაძლებელია განვითარდეს, ეს არის ატროფია საშოსი, საშვილოსნოს ყელის, ასევე შესაძლებელია და ხშირი პრობლემა არის, ასე ვთქვათ, შარდოსთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული არის ჰორმონის დეფიციტთან, საშვილოსნოს მცირე მენჯის კუნთების, ასე ვთქვათ, სისუსტესთან და მოდუნებასთან, დიახ. და ნუ მრავალი პრობლემა ასევე ძუძუს კუთხითაც მინდა გავამახვილო, რომ უკვე მენოპაუზის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი არის ძუძუს ჯანმრთელობაც, ხო? აუცილებელი არის, რომ მოხდეს მისი კონტროლიც, მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, მონიტორინგი, რომ ვიყოთ დაცულები მშვიდად. საინტერესო ის არის, რომ გინეკოლოგია და მამოლოგია ძალიან გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ძალიან ხშირად თქვენი პაციენტი, მათი პაციენტიც ხდება და პირიქით ხომ მართალია, იმიტომ რომ ორგანიზმი მაინც ერთთლიანობაშია. კი, ერთთლიანობა, ანუ ფარისებრი ჯირკვალი, ძუძუ გინეკოლოგიური, ასე ვთქვათ, ორგანოების საკვერცხე უფრო მეტად, იმიტომ რომ ერთმნიშვნელოვნად ჰორმონალური ორგანო არის, ხო? რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მან კი ერთ წრეს ქმნის და როგორც კი ან ერთი ან მეორის რაღაცა დისბალანსი შეიქმნება, აუცილებლად ხშირ შემთხვევაში აუცილებლად არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სხვა ანუ მეორე სისტემასთან, მესამე სისტემასაც შეიძლება რაღაცა ისეთი. თქვენ თამნახეთ, ძალიან კაი თემა დასახეთ ნუტრიციოლოგიური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ აი ამ ასაკის ქალბატონები ხშირად არის ხოლმე რომ რეზისტენტული წონის მომატება ახასიათებს და როცა მეუბნებით ხოლმე რომ პრობლემა არ არის, თან გიხსნის რომ იგივენაირად იკვებება თითქოს ყველაფერი. როდესაც უხსნით, რომ პრობლემა უფრო გარმოება საჭიროებს, საჭირო კონსულტაცია გინეკოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ყოველთვის უკვირთ ხოლმე, რომ რა შუაშია და რატომ აი ეს ძალიან მარტივად და ლამაზად აგვიხსნა ქალბატონმა თამუნამ, როგორ კავშირშია, ესეთი თან ყველაზე საინტერესო მომენტი არის ის, რომ იკვრება ერთგვარი მანკიერი წრე, იწყებს ადამიანი ჭარბწონით მატებას დაუშვათ, იქ მოდის არტერიული ჰიპერტენზია, პრობლემები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბუნება განწყობილება იცვლება, რაც ძალიან ციკლია, კი ბატონო, ფსიქოემოციური მდგომარეობა, მე უფრო მეტად უმოძრაო ხდება ადამიანი ჭარბწონასთან ერთად, ეს კიდე თავისთავად მცირე მენჯის პრობლემებს უქმნის და ეს თლიანად ეს ჰოლისტიკური ჯაჭვი რომ წარმოიდგინოთ, ხანდახან ერთი ვიზიტი, სწორი ვიზიტი სწორ ექიმთან ეს ყველაფერს უცბად ალაგებს და
გიჩვენებთ, რომ ნამდვილად აღდის ამ პრობლემით ცხოვრება ძალიან მოგვარებადია დროულად ვიზიტის დროს. მით უმეტეს დღეს გინეკოლოგიაში ბევრი რაღაცა შეიცვალა და ბევრი მიდგომა შეიცვალა. ბევრი მოკლედ ქალბატონის რეპროდუქციული ასაკიც გაიზარდა ძალიან მინდა გითხრათ რომ ხელოვნურადაც გავზარდეთ, ისედაც გაიზარდა და შესაბამისად არის ესეთი ხუმრობა 50 წლის ადამიანი ვეღარ იგებ რა ასაკში ხარ მოუარო შვილიშვილს თუ გააჩინო შვილიშვილი და მართლაც ზოგიერთი შემთხვევაში კი ნამდვილად ასე არის და ძალიან კარგი არის ეს რაღაც გარკვეული კუთხითაც პრინციპში შეგვიძლია ბევრი დადებითი დავინახოთ ამ ზოგადად ცხოვრების ხანგრძლივობაც გაზარდა მედიცინამ თანამედროვე და რატომაც არა დავუშვათ გაიზარდა რეპროდუქციული ასაკიც რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს საბავს რომ ხანდახან ქალბატონი რომელიც დაემშვიდობა შვილოსნობას და ჩათვალა რომ დამთავრდა კიდევ ხდება ქალბატონი თამუნას ესე ვთქვათ პაციენტი აუცილებლად ხო არ არის აუცილებელი პაციენტი რაღაცას სჭირდეს ადამიანს რომ ექიმთან მივიდეს ეს რუტინული კვლევა წელიწადში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისი არის როდესაც დიაგნოზი როგორც ესეთი თავისუფალია პაციენტი დიაგნოზისგან ხო ჯანმრთელია მაგრამ აი წელიწადში ერთხელ აუცილებლად ვიზიტი გინეკოლოგთან თავის ესე ვთქვათ ეხოსკოპიური კვლევით პაპ ტესტის და ესე შემდეგ ეს არის როგორც წესი რუტინული კვლევა რომელიც იცავს პაციენტს შემდგომ რაიმე ტიპის დაავადებისგან, ასევე სკრინინგულადაც მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა თუ კი არის იქ საყურადღებო, მალევე მიექცეს ყურადღება და შემდგომი ცხოვრების ხარისხისთვის აუცილებელი არის, რომ პაციენტს ჰქონდეს ხშირი კომუნიკაცია. თავისთავად ჭარბის სისტემა თქვენ არის თუნდაც ანემიები ვახსენეთ, თუნდაც ის დისკომფორტი, რაც ეს ადამიანები სახლიდან ვერ გადიან, იმიტომ რომ ძნელია მათთვის ეს ჰიგიენური მოწესრიგება დაუშვათ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის და ძალიან აფუჭებს ცხოვრების ხარისხს. და ნამდვილად მოგვარებადი როცა ამით უმეტეს პროგრამა და მე ხშირად მომისმენია, როცა სკრინინგში არ მიდიან ქალბატონები და ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ეს უკვე გაწერილი და ვიცით როდის ვის უნდა მივმართოთ და ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე არგუმენტად, რომ იცით რა ეშინიათ. მესმის ძალიან რთულია მართლაც ყოველთვის ყველა ვინც დავდივართ სკრინინგში ნერვიულობთ ყოველი პასუხი არის მით უმეტეს მედიცინაში ჩვენ გვაქვს მოთხოვნა ამისი მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ რომ თუ სკრინინგში გეშინიათ ისე შეიძლება ვიზიტზე მოგზავნდეთ თუნდაც ჩვენთან ქალბატონ თამუნასთან და ძალიან მშვიდ და წყნარ გარემოში მე მგონი მოუგვარებელი პრობლემა საწყის ეტაპზე არ არსებობს და გვიან ეტაპზეც თუ აღმოჩნდა მაინც მოგვარებადია იმიტომ რომ ნაწილობრივ მოგვარებადია რა თქმა უნდა სირთულეებით თუმცა მაინც რა თუმცა რა თქმა უნდა მიშულ მდგომარეობას ყველაფერი ჯობია თამნა აი ადრეულ ასაკზე როცა საუბრობდით შესაძლებელია თუ არა ადრეულ ასაკში მიუხედავად თუნდაც ესეთი ჭარბი მენსტრუაციის პრობლემა შემდგომ ასაკში აი იგივე შვილოსნობაზე გადავედით ახლა ხო გახდეს მიზეზი იმისა რომ შვილოსნობის პრობლემა წარმოიშვას ნახეთ შესაძლებელია ესე იგი თუ კი ადრეულ რეპროდუქციულ ასაკში აღნიშნული ჩივილები აქვთ ხოლმე ახალგაზრდებს ხო ეს ხშირ შემთხვევაში ფუნქციური უფრო არის ვიდრე ასე ვთქვათ ორგანოს პათოლოგიით გამოწვეული ხო ანუ უფრო ჰორმონალური დისბალანსის ფონზე არის განვითარებული ეს თუნდაც ჭარბი მენსტრუაცია ან პირიქით შემცირებული მენსტრუაცია და უფრო გინეკოლოგი ენდოკრინოლოგიური ჩართულობა არის ამაში საჭირო რომ ვთქვათ პაციენტს აღნიშნული ჩივილები აღარ კონდეს და ზოგადად ასე ვთქვათ უფრო მაღალი არის რისკი იმისი რომ ამ ასაკში ამ კონკრეტულ ჯგუფში რომელსაც თქვენ გულისხმობთ იქ უფრო მაღალი იყოს ეს ჰორმონალური დისბალანსის გამოწვეული სისხლიანი გამონადენი და სისხლენა ვიდრე ვთქვათ პოლიპით ან მიომის კვანძით ან ვთქვათ ამიტომ ეს ძირითადად ამის ეშინიათ ყოველთვის რომ აი ამ თქვენს ანუ რასაც თქვენ გულისხმობთ ახლა იმ კონკრეტულ ადრეულ რეპროდუქციულ ასაკს რასაც თქვენ გულისხმობთ ამ ასაკში უფრო ხშირი პროცენტულად რა თქმა უნდა უფრო ხშირი არის ასე ვთქვათ ფუნქციური დარღვევები ვიდრე ასე ვთქვათ ორგანული და სტრუქტურული დარღვევები როგორიც არის ვთქვათ რაც ვთქვით ხო კი ბატონო და კიდევ ერთი კითხვა შესაძლებელია თუ არა სხვა ენდოკრინული პრობლემის დღეს მოგეხსენებათ საქართველოში ფაქტურად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მე არ ვიცი ეს უკვე რაღაცა მართლა საშინელი ის არის იმიტომ რომ ისედაც ენდემურ ზონაში ვიყავით, მაგრამ ახლა უკვე ონკოლოგიებიც წამოვიდა, არა მარტო ჰიპო და ჰიპერფუნქცია და ასე შემდეგ. შესაძლებელია თუ არა სხვა ენდოკრინული პათოლოგია გახდეს მიზეზი დაუშვათ. იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენ გვახსოვს ეს ძველი საბჭოთა მედიცინა, გვეუბნებოდა რომ ჰორმონალური სარკე არსებობს საერთოდ და სადაც
არის ესეთი, ასე ვთქვათ, მოსაზრება არა დამტკიცებული, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ეს ტრიადა გახლავთ ენდომეტრიუმის კიბოს გამომწვევი უმთავრესი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიზეზი. და ამ ჯგუფში არიან საკმაოდ ხშირი ტრიადაა და საკმაოდ ხშირად თითქმის უმრავლეს შემთხვევაში სისხლიანი გამონადენისა, ატიპიური ჰიპერპლაზია და ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე ამ ჯგუფში ძალიან მაღალია ხოლმე. და რამდენად რეალურია კიდე თემა, როდესაც საუბრობენ მშობლები, რომ იცით რა გენეტიკურად აი ბავშვს ჭარბი უხვი მენსტრუაცია დაუშვათ, ესეთი ქონდა დედასაც და თulis რომ ეს ნორმაა. რამდენად რეალურია ზოგადად ესეთი დამოუკიდრების. ან თუნდაც იგივე ხდება ხოლმე მტკივნეულზეც, მაგრამ უბრალოდ დღევანდელი საუბრის თემა არ არის. ხო, ახლა მტკივნეულ მენსტრუაციას რატომღაც ადრე აღიქმებოდა, რომ ეს იყო ნორმა. მტკივნეული მენსტრუაცია ნამდვილად არ წარმოადგენს ნორმას, იმის უკან შესაძლებელია იხმარებოდეს საკმაოდ სერიოზული პათოლოგია, როგორიც არის ენდომეტრიოზი, საკვერცხეების ენდომეტრიოზი, ან საშუალოსნოს ენდომეტრიოზი, საკმაოდ გავრცელებული, საკმაოდ ხშირი და საკმაოდ ესეთი ფართო მასა არის ამ დიაგნოზის მატარებელი და შესაბამისად ის რომ და თან სამწუხარო რომ ზუსტად რეპროდუქციული ასაკის რა თქმა უნდა ეს არის რეპროდუქციულ ასაკში არსებული დაავადება პოსტმენოპაუზაში და მენოპაუზაში ენდომეტრიოზი უკვე ქალბატონებს აღარ აწუხებთ. და რამდენად შესაძლებელია რომ ეს იყოს აი დამემკვიდრებადი რაზეც იმიტომ ხშირად მომისმენია ეს რომ აი ოჯახსაც ესეთი დედას ჰქონდა და ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მექანიზმი მისი განვითარების ნაკლებად არის მემკვიდრული, თუმცა შესაძლოა რაღაცა დაბალ პროცენტში იყოს კი ენდომეტრიოზი შეიძლება გახდეს ჭარბი მენსტრუაციის. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ამის კიდე ადენომიოზური, ანუ ენდომეტრიოზი, საშუალოსნოს ფორმის ენდომეტრიოზი შესაძლებელია იყოს ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის მიზეზი, რა თქმა უნდა. და არა მარტო სიჭაბეს, არამედ რამდენადაც ვიცი, ყველა დეტალს აქცევთ ყურადღება, მათ შორის ფერი როგორია, კონსისტენცია და ესეც. რა თქმა უნდა, როგორი არის გამონადენის ხასიათი, როგორ იწყება, თუ იწყება ყავისფერი გამონადენით, შემდეგ ჩვეულებრივ ნელ-ნელა სისხლიანი ხდება და შემდეგ ისევ სრულდება ყავისფერი ხანგრძლივი გამონადენით, ეს უკვე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, უთხუარი ნიშანია ენდომეტრიოზისა. მასაც რა თქმა უნდა თავისი ხარისხები აქვს და მკურნალობის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ანუ ვითომ ძალიან ისეთი არასერიოზული ასე ვთქვათ და ცოტა არ იყოს დახურული სასაუბრო თემა, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს მალავს თავის თავში და მე ვფიქრობ, რომ პრობლემის სტიგმატიზაციამ შეიძლება გამოიწვია ის, რომ ვიღაცა უბრალოდ არ მიდის ექიმთან, იმიტომ რომ გონია ეს ნორმაა და დღეს უკვე სამყარო იმდენად შეიცვალა, რომ ქალები თამამად საუბრობენ ამაზე, რეკლამირება ხდება. უკვე აღარ არის. იყო ეპოქა, როცა აფრიკაში ერიდებოდათ ქალბატონებს შეძენა, კითხვა ამ ჰიგიენური საშუალებების, დღეს ფართოდ რეკლამირდება, იმიტომ რომ ეს არანაირ ეს არის ჩვენი ცხოვრების სტილი, ესეთი ფიზიოლოგიის. კი ბატონო, თუ იმას გავითვალისწინებთ, დედამიწის მოსახლეობის ულამაზესი ნახევარი, აი ამ ჯანსაღ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, აი ამ დავარქვათ ამას ბუნებრივი განწმენდის ფენომენი თუ განვითარება, ეს ხომ არის ყოველი ასე ვთქვათ მენსტრუაცია არის ერთგვარი დაკარგული შანსი შვილოსნობის, ხო ეს მხატვრულად ამბობენ ხოლმე. და დედობისთვის მზაობა ამ ყველაზე ლამაზი აქტის მიმართ და ამიტომაც ეს პროცესი არანაირად არ არის სამარცხვინო და აპელირება იმით, რომ ისტორიულად ამ პერიოდში ქალბატონები სადღაც იზოლირებულად გადაყავდათ და რაღაცა მთელი რიგი ნამდვილად რაღაც არასერიოზულია. მე ვფიქრობ, რომ პირიქით და ჩვენი ფიზიოლოგია ამას ვერსაგვერ გავეკცევით და რა თქმა უნდა, ჰიგიენის წესების და ნორმებიც ამ პერიოდში უფრო მეტად უნდა იქნას დაცული, მით უმეტეს იმ პრობლემისთვის, რომელზეც თამარი საუბრობდა, როცა უხვია, ჭარბია დაუშვათ და უფრო მეტად საჭიროებს ყურადღებას. და კიდე ერთი კითხვა. როდესაც პაციენტი მოგმართავს თქვენ ვიზიტით, როცა იწყება მკურნალობა, აი შემდგომ რა პერიოდის განმავლობაში ჭირდება, ანუ მონიტორინგი, როგორ ვთქვათ, ჩვენთან ყოველთვის თვლიან პაციენტები, რომ ერთჯერადი ვიზიტი საკმარისია და თუ მერე პრობლემა მოგვარდა, უკვე განმეორებითი მონიტორინგი ცოტა არ გვაქვს. მადლობთ ამ კითხვისთვის. პაციენტი თუ კი მოგმართავს კონკრეტული პათოლოგიით, ხო, რაც ჩვენ ვისაუბრეთ. პათოლოგიური სისხლდენით, ხო, ახლა ეს ერთჯერადი მომართვა ეს ნამდვილად არ არის.
მას სჭირდება მიზეზის აღმოჩენა, მკურნალობა და შემდეგ მონიტორინგი. თუ ამ ნაწილს გავითვალისწინებთ, ასეთ შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ უნდა მოხდეს, შეიძლება უფრო ადრეც, უფრო ახლო პერიოდშიც მიზეზს გააჩნია რა არის სისხლდენის მიზეზი. თუ ზოგადად ვისაუბრებთ, ხო, რამდენ ხანში ერთხელ შესაძლებელია როს პათოლოგია გინეკოლოგთან მიბრძანდეს მეთვალყურეობა წელიწადში ერთხელ სრული რუტინული გამოკვლევა, როგორიც არის ასე ვთქვათ, გინეკოლოგთან ვიზიტი, მცირე მეჯისხლოს ეხოსკოპია, აბსოლუტურად საკმარისია, რა თქმა უნდა, პაპ ტესტიც და უკვე რომ ქვეყანაში არსებული სკრინინგიდან გამომდინარე. პაპ ტესტი ყოველთვის სავალდებულოა, ხო მართალია საკუთრივ. პაპ ტესტი, რა თქმა უნდა, სასურველი არის, რომ ყველა რეპროდუქციულ ასაკში სქესობრივად მაცხოვრებელმა ადამიანმა ჩაიტაროს, რა თქმა უნდა. და ჩვენს სკრინინგ საქართველოში რა სკრინინგიც მოქმედებს საშუალოს ყელის ძალიან კარგი არის უკვე ჩვენთან დაიწყეს HPV გენოტიპირებით სკრინინგი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა საკმაოდ ძვირადღირებული ანალიზია როგორც ისე საკმაოდ ძვირადღირებული რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეს აბსოლუტურად უფასოდ გვიყენდება და ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ფუფუნებად და თუ იმასაც აღნიშნავთ რომ სახელმწიფო პროგრამით შესაძლებელია შემდეგ უკვე HPV ვაქცინაცია ხო ხა ძალიან ფართე ასე ვთქვათ თემებზე საუბრობთ არა მარტო სისხლდენებზე ხო ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ესეც ძალიან ასე ვთქვათ ბენეფიტი არის ქართველი ახალგაზრდა ქალბატონებისთვის რომ მაქსიმალურად იყვნენ დაცულები და აბსოლუტურად ცოტა ხნის წინ ინგლისმა დადოკვლევა რომ აბსოლუტურად ელიმინირდა საშუალოსნოს ყელის კიბო ანუ აღარ არის როგორც ესეთი საშუალოსნოს ყელის კიბო აი ამ ვაქცინაციის შემდეგ ან წლიურად სკრინინგში არ გამოვლენილა არც ერთი ჩვენთან როგორ თავისთავად ყელის კიბო საშუალოს ყელის კიბოც თავისთავად შეიძლება გახდეს გამოვლენის სახით სისხლიანი გამონადენის მიზეზით ხო ანუ საკმაოდ ვითომ ცალკე გაყენებულ თემაზე გადავედით მაგრამ რეალურად იმ წესზე დავტრიალდით რომელიც საკმაოდ სისხლიანი გამონადენი გინეკოლოგიაში ეს არის ერთ-ერთი სიგნალი ეს არ არის დაავადება ეს არის ერთგვარი სიმპტომი რომელიც რომელიმე ტიპის დაავადებას ახლავს თან და არა მარტო გინეკოლოგიურს როგორც აღნიშნეთ არა მარტო გინეკოლოგიურს როგორც აღნიშნეთ კი ბატონო საკმაოდ ისეთი საჭიროა საკითხია მე კიდე ერთი კითხვა მაქვს აი ნახეთ როდესაც ქალბატონებს ჩვენ მოუწოდებთ ხოლმე რომ მithumetes აი პათოლოგიის დროს მიმართონ ექიმს ჩაიტარონ დროული ყველაზე მთავარი კითხვა რომელიც აწუხებთ ხოლმე საბოლოო ჯამში ეს არის გავლენასახმის თუ არა შვილოსნობაზე გულისხმობთ დიახ და როდესაც ჩვენ აი იგივე თქვენ წერან ახსენეთ რომ ჰორმონალური მკურნალობა როდესაც სტარდება თუ შეიძლება მიზეზი გახდეს ხო მართლა ჰორმონალური დარღვევა როდესაც არის რეპროდუქციულ ასაკში შეიძლება ეს გახდეს თავისთავად მაგრამ ეშინიათ ხოლმე მკურნალობის ჩატარებისაც იმიტომ რომ არის ერთგვარი სტიგმა თვითონ ისევე როგორც ვაქცინაზე თვითონ მკურნალობის კურსთან დაკავშირებით რა ეს ჰორმონოთერაპია იგივე ხდება სხვადასხვა ენდოკრინოლოგებთანაც ეჩვენებათ შეიძლება ცოტა ცუდად თქვი მაგრამ ვრცელდება ყოველ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია რომ ჭარბიწონის მიზეზი ხდება და თელები და არანაირად პირიქით თავისთავად თვლიან რომ ჰორმონოთერაპია არის გარკვეული ხიფათის შემცველი და ენდოკრინოლოგები უმარტავენ ხოლმე რომ როცა რამე გაკლიათ იმის შესება არ იცლება ანუ თვითონ ჰორმონთან მიდგომას ჰორმონოთერაპია გასაგებია ნამდვილად არის ეს სტიგმა იცით რა ჰორმონს არ დავლებ არის ეს ასე ვთქვათ ერთდაგვარი და მიმდინარეობა პაციენტების არ სურთ რომ მიიღოთ იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ რაღაცა მას ასე ვთქვათ შეიძლება საშიშროება შექმნას თუმცა სწორ დროს, სწორ დიაგნოზის დროს, სწორად შერჩეული მედიკამენტი, ჰორმონი არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს არც უშვილობას, არც გასუქებას, სიმსუქნეს ეგრეთ წოდებული და არც სხვა ტიპის დარღვევებს, რომ მას იმდენი ზიანი მოუტანოს, რაც სარგებელი. ეს ჰორმონალური დარღვევა იწვევს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, პირიქით ეს ჰორმონალური დარღვევები, დისბალანსი ამ შემთხვევაში აუცილებელი არის მთელი რიგი ენდოკრინული და ცენტრალური ნერვული სისტემიდან დაწყებული ყველა ესე ვთქვათ რგოლი ერთვება და პირიქით ჩვენ ვცდილობთ რომ დავეხმაროთ აი ამ ჰორმონოთერაპიით პაციენტებს და აღვადგინოთ მისი ფუნქციაც, აღვადგინოთ მისი ზოგადი მდგომარეობა და პაციენტი გამოვაჯამოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ კი ბატონო, თამნა კიდე ერთი კითხვა მაქვს, რომელიც ნაკლებად ეხება საკითხს, მაგრამ მე ვფიქრობ მოსახლეობისთვის ძალიან
ინფორმატიული და საინტერესოა. როდესაც ქალბატონი გადაწყვეტს რომ ოჯახის შექმნას ან წყვილი გადაწყვეტს რომ იყოლიოს შვილი. მე ვთვლი რომ გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. და მე ვთვლი რომ აუცილებელი არა მარტო გამომწვევზე შემოწმება დავუშვათ რომ ხო არ არის გესობრივი გზით გადამდები ინფექცია რომელიც ბევრად უფრო ადვილად იმკურნება არაორსულ ქალბატონებში, არამედ ზოგადად ნახავთ რომ მე ვიცი რომ არსებობენ პაციენტები რომლებიც ეხოსკოპიას პირველად იკეთებენ ორსულობის დასაწყისში, იმიტომ რომ მანამდე არა აქვთ გაკეთებული. არსებობს თუ არა რამე რჩევა რეკომენდაცია გინეკოლოგების თვალსაზრისით, როდის შეიძლება ადამიანმა პირველად თუნდაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მესმის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მენარხე ჩამოყალიბდა და პაციენტს 1 წელია მოზარდს ასოკობრივ ჯგუფს ახლა არ გამსაზღვრო ხო 14 წლის 15 წლის დაიწყო მენსტრუალური ციკლი ხო მას 1 წლის განმავლობაში ეს აქვს რეგულარული დაიწყო აეწყო და ყოველ თვეში მენსტრუირებს ქალბატონი ხო უკვე მოზარდი უკვე რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალბატონი ის ყოველწლიურად უნდა მივიდეს გინეკოლოგთან ეს როგორც ეს არის ასე ვთქვათ ნორმა რაც აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ქალბატონში. არსებობს ჩეკაპების პროგრამა, სტომატოლოგები გვეუბნება ეგრე. პროგრამა, რომელიც და ჩეკაპი ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გარანტირებული გქონდეს ჯანმრთელობა, არ გამოგეპაროთ რაიმე ვთქვათ პათოლოგია, რომელიც რაღაცა გარკვეულ პერიოდში მე უკვე რისკებს ქმნის. და იყოთ უბრალოდ მშვიდად, რომ არაფერი არ გჭირთ და ხართ ჯანმრთელი. ეს არის ყველაზე დიდი ასე ვთქვათ ბენეფიტი, რაც გინეკოლოგი იქნება ეს თუ სხვა ტიპის სპეციალობა, ხო, სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი იგივე, ეს არის გარანტია, რომ ხართ ასე ვთქვათ მშვიდად, წყნარად და ჯანმრთელად და შეგიძლიათ ნებისმიერი გინეკოლოგთან შეთანხმებით თუ კი შვილოსნობას გეგმოთ, დაგეგმოთ მშვიდად და წყნარად ყოველგვარი ასე ვთქვათ რაღაცა მე უკვე ექსესებს რო არ ქონდეს ადგილი შემდგომში. კი ბატონო და ორსულობის პერიოდში რო არ მოხდეს მე რაღაცა. ხო, ამისი განსაზღვრა ხო, ესეთი არის ძალიან. და სხვათა შორის ეს კიდე მოვთაობას, ანუ ბევრი სარგებელია თქვენ სწორად ვწანით, არა მარტო დედას იცავს არასასურველი მკურნალობის კურსი ორსულობის, არამედ ბავშვიც დადებითად მოქმედებს, იმიტომ რომ ჯანმრთელი დედა არის გარანტი ჯანმრთელი შვილის შესაბამისად. მე გინეკოლოგებთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს გარკვეული მიზეზის გამო, ჩემი შვილის გამო და მე ვიტყოდი რომ ვთვლი რომ გინეკოლოგები არიან ყველაზე ჩვენი ექიმები ქალბატონების, მარტო ჩვენი რომ არიან ისეთები, ჩვენი მესაიდუმლოები არიან ასე ვთქვათ ერთგვარად და ვფიქრობ რომ თქვენთან მეგობრობა ძალიან კარგია. და აუცილებელი. და კიდევ ერთი ჩვენერ პატარა ქვეყნებს, სადაც მოსახლეობა ძალიან მცირეა, მე მგონი კარგი გინეკოლოგიური სამსახური და სწორი გინეკოლოგიური განათლება უდაოდ დაგვეხმარება, რომ ერისაეს თუნდაც გენოფონდის პრობლემა მოგვარდეს. იმიტომ რომ არ ვიცი, გინეკოლოგებს ალბათ ძალიან დიდი მისია გაკისრიათ მომავალზე, ზოგადად თვალსაზრისით და ეს არის ექიმი, რომელიც ერთდროულად ორ ან ხანდახან მეტ პაციენტს გააჩნია რამდენზეა დედა ერთსულად ზრუნავს. აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობა მართლაც უდაოდ დიდია. ძალიან დიდი მადლობა მინდა თამარ მოგახსენოთ და ეს კითხვები მოდის და მოდის, მაგრამ ვიცი რომ თემას ავწდებით იმდენი და სულ მახსენდება რეები წამიკითხავს რა ინფორმაცია რაც უსაშუალო ინფორმაცია რაც Facebook-საც და სოციალურ ქსელებში მინახავს ჩვენ გვერდზეც და ისედაც და მინდა რომ აუცილებლად იმედი დავიტოვო რომ გვექნება შემდეგი გადაცემა სადაც თუნდაც ვისაუბრებთ ისეთ პრობლემებზე, იმიტომ რომ ახლა ბევრი კითხვა გამახსენდა მათ შორის, მტკივნეულ მენსტრუაციულ ციკლზე იყო ძალიან ბევრი კითხვა, იმიტომ რომ დედების, გოგონების, იმიტომ რომ ზოგჯერ შვილი დედას ეუბნება, მაგრამ დედას არ აქვს სათანადო სამედიცინო ცოდნა და ვერ ხვდება როგორ დაეხმაროს და კიდევ ძალიან ბევრ პრობლემაზე, მათ შორის სქესობრივად გზით გადამდებულ პრობლემებზე მინდა ვისაუბრო და მინდა რომ იმედად დავიტოვო, რომ თქვენ კიდევ ერთხელ ჩაგვერთვებით და გვეხმარებით. და ვისაუბრებთ ამ თემაზე. მე პირობას ვიძლევი რომ როგორც კი ჩვენი მაყურებელი მოგწერს კითხვას აუცილებლად მათ ამოუწერ და შემდგომში გავაჟღერებ აქ, იმიტომ რომ მოსახლეობა ხშირად ვერ ახერხებს სათანადო პასუხის მიღწევას. დღეს ძალიან გავრცელებულია ხელოვნური ინტელექტი და ყოველთვის არ იძლევა სამედიცინოდ გამართულ პასუხს ხომართალია და ამიტომაც მოდით პროფესიონალებს ვკითხოთ და მათგან მოვისმინოთ. მოგწერეთ აუცილებლად სოციალური ქსელები იცით, ჩვენ კლინიკაში როდესაც მოდიხართ, ჩვენ სპეციალური ჟურნალი გვაქვს კმაყოფილების და ასევე შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი კითხვა სპეციალისტთან მიმართებაში, აუცილებლად მასთან ვისაუბრებთ ამაზე.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ თამარ, მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო თემაზე საუბარი, ცოტა კი შეგვაშინეთ, მაგრამ ალბათ დროული იყო და საჭირო იყო, იმიტომ რომ ქალების ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ჩვენ მაყურებლებს უსურვო ჯანმრთელობა. მადლობა თქვენი მოწვევისთვის, მადლობა თქვენს აუდიტორიას მოსმენისთვის და წარმატებებს ჯანმრთელობას უსურვებთ. დიდი მადლობა.